მოგესალმებით, როგორ ხართ? საჯარო გაშლა, მინდა შემოგთავაზოთ სახელწოდებით ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანისათვის ახლა, როგორ გხედავთ ეს ადამიანი თქვენ და აპირებს თუ არა უახლოესი 1 თვის მანძილზე თქვენთან რაიმე ტიპის კომუნიკაციას ან ურთიერთობას, მით უმეტეს ეს ძალიან კარგი საჯარო გაშლა მათთვის, ვისაც გაუგებარი ურთიერთობები აქვს, სადღაც ტოქსიკური ურთიერთობები აქვს და ვერ ხვდება მთელ ამ ტოქსიკურობას, ან ხვდება და გამოსავალს ვერ პოულობს. მოდით, იქნებ დაგეხმაროთ ეს საჯარო გაშლა, რომ გარკვეული აქცენტები დასვათ საკუთარ თავთან და საკუთარ მესთან. არა უბრალოდ მოусმინოთ ამ საჯარო გაშლას. არამედ ერთგვარი ფუნდამენტი ჩაუდოთ თქვენი პრობლემების მოგვარებას, ხო? თუ ამ ადამიანთან ბუნებრივია გაქვთ რაიმე პრობლემა. თუ არ გაქვთ პრობლემა, უბრალოდ შეაფასეთ მისი რეალური დამოკიდებულება თქვენთან დაკავშირებით. მაშა სადამე ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. ესეთი სამი ვარიანტი გვექნება. საყვარელი. მაშა სადამე ვარიანტი პირველი გვექნება ციტრინი. ვარიანტი მეორე გვექნება მთისბროლი, უზარმაზარი. ვარიანტი მესამე კიდევ უფრო დიდი ამეთვისტო. კარგად დააკვირდით სამივე ვარიანტს, კარგად შეიგრძენით სამივე ვარიანტი. სამივე მინერალი. არ აირჩიოთ მინერალიან ვარიანტი, უბრალოდ რომ მომწონს ეს მინერალი ან ეს ციფრი. არა, რომელიც დაგიძახებთ ამ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. და გირჩევდით, რომ სამივე ვარიანტი არ დააკავოთ. ორი ადამიანი მაქსიმუმ და ყველაზე უფრო კარგია ინფორმაციული სისწორისთვის, რომ ჩაიფიქროთ კონკრეტული ერთი ადამიანი და მაგალითად თუ ვინმე სხვაც გაინტერესებთ, ძველ საჯარო გაშლებს მოусმინოთ, მაგრამ ჩვენ ხომ ეხლა გვინდა. აი ახლა, როდესაც ეს ცოცხალი ვიბრაციები და ცოცხალი ენერგიებია. მაშა სადამე მე ვიწყებ თქვენთვის ვარიანტების გაშლას. ვარიანტი პირველი, ციტრინის მინერალი ვინც აერჩია. ვინ ხართ ჩაფიქრებული ადამიანისათვის ახლა? მე ასე ვიტყოდი, რომ ადამიანისთვის ახლა ხართ ერთგვარი ტკივილიც, თქვენ წარმოიდგინეთ. ან უბრალოდ შესაძლებელი ადამიანი ახლა თვითონ უშუალოდ ძალიან მტკივნეულ პერიოდს განიცდიდეს თავისი ცხოვრებისას. ცხრიანების ხმლები ამოვიდა, ეს არის პრობლემური ურთიერთობა, ეს არის პრობლემური ენერგიები, ეს არის ენერგიები, როდესაც ნამდვილად არ არის ჰარმონიაში ეს კონკრეტული ადამიანი. ვფიქრობ, არც თქვენს მიმართ, არც ზოგადად სამყაროს მიმართ. მოდი ვნახოთ, რატომ არის ადამიანი ცხრიანების ხმლების ენერგიაში, რა არის ამის მიზეზი? ორიანების კვერცხები. ადამიანი აირია, ადამიანი არის ძალიან გაურებული. ადამიანი რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში ვერ აკეთებს და ვერ ქმედებს ვერაფერს, არ იცის როგორ მოიქცეს. ფიქრობს, განცდებში არ ასეხება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ადამიანი ნამდვილად ვერ ახერხებს ახლა გამოსავლის ძებნას. რას ეხება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ თითქოს აქვს ადამიანს გამოსავალი და პერსპექტივები, მაგრამ ადამიანი თითქოს ვერ პოულობს რას ეხება და თასების პაშს ეხება. ადამიანი ფიქრობს, რომ ადამიანი შეგრძნება მაქვს, რომ ემოციური დადებითი ემოციის ნაკლებობით არის დაზარალებული, ხო? თითქოს ადამიანი ფიქრობს, გრძნობს და განიცდის და ასე ხედავს თქვენთან დაკავშირებულ სიტუაციას და ზოგადად მიმაჩნია, იმიტომ რომ ზოგად ფონს მაჩვენებს ახლა აქ ამ შემთხვევაში, რომ მისი ემოცია, რომელიც სხვათა შორის შეიძლება საკმაოდ არასერიოზულიც იყოს, იმიტომ რომ შვიდიანების თასების პაჟი, ხვდებით ხო, ჩამოუყალიბებელია პირველ რიგში ეს ადამიანი, იმიტომ რომ
გაცრავად. ჩამოუყალიბებელია ეს ადამიანი, იმიტომ რომ რაღაცების მიღება შესაძლებელია ცხოვრებაში უნდა ძალიან მარტივად. და როდესაც ვერ იღებს რაღაცებს ძალიან მარტივად, ხო? ადამიანი იწყებს ძალიან დიდ სიბრაზეს, დრამატიზირებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა მე მიმაჩნია, როგორი ასაკიც არ უნდა ქონდეს ადამიანს, ეს არის ადამიანი, რომელსაც აკლია ჩამოყალიბებული პოზიცია, ხო, ცხოვრებაში, რა მინდა, რისთვის მივდივარ და რა არის ზოგადად ჩემი მიზანი, ხო? კიდევ ერთხელ ნახოთ, ვინ ხართ ახლა, როგორ გხედავთ ახლა ამ მომენტში, ვინ ხართ გავიგეთ და მაჩვენებს, რომ ზოგადად ადამიანს არ მოსწონს, როდესაც მისი სურვილები ესე უცებ რაღაცა მარტივად ერთი ხელის მოსმით არ სრულდება და მომენტალურად იკეტება ემოციურად და ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს, დრამებს დგამს საკუთარ თავთან და შეიძლება შესაძლოა ადამიანებთანაც, ხო გეუბნებით, ეს არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი. არ არის ჩამოყალიბებული ადამიანი. როგორ გხედავთ ეს ადამიანი დღესდღეობით? როგორ გხედავთ? ხუთიანების თასები. ადამიანი ხედავს, რომ შესაძლებელია თქვენც რაღაცა განცდებში ხართ, რაღაცა დანაკარგში ხართ. რას ეხება ეს დანაკარგი? ორიანების ხმლები, იმის რომ თქვენც გაურებული ხართ. თქვენც ეჭვებში ხართ, თქვენც თითქოს ან შესაძლოა არ ხართ თქვენი არჩევანით კმაყოფილი, ან ყოველ შემთხვევაში ვერ აკეთებთ არჩევანს და ესეთი გამოუვალი სიტუაცია არის, ხო? მაგრამ ადამიანი ხედავს, რომ თქვენც განიცდით. ადამიანი ამას ნამდვილად ხედავს, რომ თქვენც განიცდით და თქვენც არ გსიამოვნებთ რაღაცა რა არის ის, რასაც განიცდით, ასე განსაკუთრებით და თქვენც ვერ პოულობთ გამოსავალს, ხო? რა არის ეს? რას ხედავს ადამიანი? რა გონია ამ ადამიანს? რა არის ეს? გაბრაზება, ეს არის სიბრაზე, ეს არის აგრესია. ხო, შესაძლებელი ადამიანი ფიქრობდეს, რომ ხედავდეთ, რომ თქვენ ახლა ნანობთ ერთგვარ სიბრაზეს, ერთგვარ უხეშ მოქცევას. შეიძლება ადამიანი თვლიდეს, რომ თქვენ მას უხეშად მოეკეცით, უხეში სიტყვა პასუხი გქონდათ, რომ ადამიანი არ იმსახურებდა თქვენგან ასეთ მოქცევას. ხვდებით, ხო? ადამიანი შესაძლოა რეალურად ასე, ანუ რეალურად ასე განიცდით ამ ადამიანის გარეშე ყოფნას და ზოგადად აი ამ ყველაფერს, რეალურად ასე განიცდით. იცით რა არის არკანი ჰერმიტი, ანუ განდეგილი. მე ასე ვიტყოდი, რომ ეს გაკვეთილი იქნება თქვენთვის ძალიან დიდი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე პირადად შეგრძნება დამეუფლა, რომ ჩაფიქრებული ადამიანი გაბრაზებულია იმაზე, რომ რაღაცები ცხოვრებაში მარტივად ვერ მიიღო და ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცები მარტივად ვერ მიიღო და ყოველ შემთხვევაში აკლია ის სიმწიფე და აკლია ის რაღაცა ჩამოყალიბებული პოზიცია, მაგრამ ადამიანი გხედავთ თქვენ, რომ თქვენც განიცდით ამას და თქვენც ცუდ ფიქრებში და ემოციებში ხართ და ადამიანი ფიქრობს, რომ ზედმეტად უხეში იყავით მასთან მიმართებაში, ან ზედმეტად შეიჭერით მის პირად სივრცეში, რაღაცა ზედმეტი მოგივიდათ, ზედმეტი თქვით. და როდესაც ვეკითხებით ტაროს არკანებს, ნამდვილად ასე განიცდით, მაჩვენებს არკან განდეგილს. იცით რა, განცდის რა გითხრათ, ნამდვილად, ურთიერთობების ნაწილში მაინც პოზიტიური არკანი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განცდებსაც რაღაცა დიდად ვერ ვხედავ, უფრო მეტად ვხედავ, რომ თქვენ ამ ყველაფერს ძალიან შემეცნები და თუ ყურებთ ასე რომ აი ასეთი პირველი ვარიანტი გქონდა. კითხვა. პირველი ვარიანტი. მოდით ვნახოთ. ძალიან მნიშვნელოვანი, რას მოიმოქმედებს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით ერთი თვის ვადაზე. და გადავალთ მეორე ვარიანტზე, რას მოიმოქმედებს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. რას მოიმოქმედებს ერთი თვის ვადაზე. 4-იანების უფრო სწორედ 14 არკანი უკაცრავად. ეს არის არკანი ზომიერება. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი დიდად არაფერს არ მოიმოქმედებს და უფრო მეტად იქნება გარკვეულ პასიურ ენერგიებში, ჩართავს მაქსიმალურ ეგოიზმს და ჩართავს მაქსიმალურად შეეცდება, რომ საკუთარი თავი დაიბალანსოს, იმიტომ რომ ისევ 9-იანების ხმლები აჩვენა
და მაქსიმალურად გაჩვენოთ, რომ კარგად არის უთქვენოთ და მოკლედ თავის მიზნებისკენ მიდის, თავისი გზისკენ მიდის. მაგრამ რეალურად ასე იქნება, თუ უბრალოდ ეგოს მოიფხანს, შეიძლება ასე ითქვას, ხო? არა, რეალურად ხო, ნუ რას ვიტყვი ხა, რეალურად ესე დიდად შემომხედეთ, როგორი ვარსკვლავი ვარ ციდან ჩამოვარდნილი არ იქნება, უბრალოდ ადამიანი ჩაკეტავს, შეცდება რომ ჩაკეტოს ყველანაირი ინფორმაცია, ნუ კარები გადაკეტოს, 9 კლიტული დაადოს და გაჩვენოთ, რომ ვიცი რა, მე ჩემ პოზიციაზე ვარ, მე ჩემი სამყარო მაქვს, მე ჩემი სივრცე მაქვს, თუ არ მეთანხმები, მე კარებს ვკეტავ შენი მიმართულებით, ხო, იმიტომ რომ შენ მე ძალიან მაწყენინე, თუ აი რაღაცა ცოტა არასერიოზული შთაბეჭდილება შემექმნა ადამიანის რაღაც ენერგიებია ძალიან ჩამოუყალიბებელი და იმედია თქვენ თვითონაც მიხვდებით, ახლა მე თქვენ რაზე გესაუბრებით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისათვის და გადავედით მეორე ვარიანტზე. ეს არის მთის ბროლი. ნახოთ. ვინ ხართ ახლა ჩაფიქრებული ადამიანისთვის, მე ვნახოთ როგორ ხედავთ ეს ადამიანი და ბოლოს ვნახოთ რას მოიმოქმედებს. ხო, ვინ ხართ ამ ჩაფიქრებული ადამიანისათვის? რვიანების ხმლები ხართ, ინფორმაციულად ჩაკეტილი ადამიანი ხართ, ადამიანს არანაირად არ აქვს აშკარად წვდომა თქვენს მიმართ, შესაძლოა თქვენც არ გქონდეთ წვდომა, ერთგვარი აკრძალული ხილია თქვენი მხრიდანაც თითქოს ეს ადამიანი და ამ ადამიანის მხრიდანაც და რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთთან დაკავშირებულ ფიქრებს შესაძლებელია უკრძალავდეთ კიდევაც საკუთართან ცდილობდეთ, იმიტომ რომ იცით რომ რაღაცა დიდი ბარიერი დგას თქვენ შორის. რა არის ეს ბარიერი? რა არის ეს ბარიერი, რაც თქვენ შორის დგას? მეორე ვარიანტი. რა არის ეს ბარიერი, რაც თქვენ შორის დგას? ექვსიანების პენტაკლები და ხუთიანების კვერთხები. ადამიანი თვლის, რომ თქვენ შესაძლებელია არასამართლიანად მოიქეცით ამ ადამიანს ასევე. თქვენ შორის არის ერთგვარი კონფლიქტური სიტუაცია. ადამიანი თვლის, რომ თქვენ შესაძლოა სხვას უფრო მეტი პრიორიტეტი მიანიჭეთ, ან უფრო მეტად სხვისკენ გადაიხარეთ, ან არასწორად გაანაწილეთ პრიორიტეტები, არასწორად გაანაწილეთ ადამიანები თქვენს ირგვლივ, არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეთ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? უსამართლო იყავით და შესაბამისად ადამიანი ნამდვილად ესეთი კონფლიქტური ენერგიებით, სადაც კონკურენცია შეიძლება იყოს რაღაც ნაწილში თქვენ შორის, ხო? აი ამ ნაწილში რაღაცნაირად ადამიანი კრძალავს თქვენთან დაკავშირებით ზედმეტ ფიქრებს და ემოციებს. კარგით, მოდით ვნახოთ შემდეგი კითხვა. რეალურად რას გრძნობს მეორე ვარიანტი მთის ბროლი? ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ. სამიანების პენტაკლები, ცით რა შეიძლება სამკუთხედიც იყოს თქვენ შორის? პენტაკლების რაინდი. ხო, იცით რა არის, თუ სამკუთხედის ამბავია თქვენ შორის. იცით რა არის, უბრალოდ მე ასე ვიტყოდი, რაღაც ნაწილში შეიძლება ხა ერთმანეთთან არ კომუნიცირებდეთ, არ ურთიერთობდეთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ იცით რა არის, ადამიანის მხრიდან არ მოდის რაღაცა კეთილსინდისიერების ენერგია, აი ატომაც მინდა აი ასე ვთქვა. იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, რომელმაც შესაძლებელია რაღაცა რევანშის აღებას შეეცადოს და ეს ვითომ და ასე რაღაც შეიძლება იყოს ლაპარაკი განხილვა ზურგს უკან, საქციელები ესეთი ხიტრი, არ ვიცი, ცფიერი, ხო აი ქართულად ასევე. აი ფრთხილად იყავით რა. რამდენად კარგი დამოკიდებულება აქვს ადამიანს თქვენს მიმართ? მეორე ვარიანტი. ხმლების დედოფალი არ აქვს კარგი დამოკიდებულება, იმიტომ რომ ადამიანი თვლის, რომ ადამიანის ქალიც ჩაიფიქრეთ, არ გამოურიცხავ, ან თქვენ ხართ ეს ხმლების დედოფალი და ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან ცივა და უსამართლოდ მოეკეცეთ, ან თავად არის ხმლების დედოფალი და ნამდვილად ესეთი სიბრაზე ჩანს ამ ადამიანისა თქვენთან მიმართებაში და ადამიანი ფიქრობს, რომ მისი საქციელებით მართალია რაღაცა გარკვეული გაკვეთილი შეიძლება მიიღო მან ცხოვრების
სიყვარულისეული, მაგრამ თulis და ფიქრობს, რომ უსამართლო იყავით, აი ეს რაღაცა ნაწილი და სადღაც ხო გეუბნებით, ცოტა ფრთხილად იყავით ამ ადამიანთან და მასთან კომუნიკაციას, ხო, რამდენად გიღერთ ამ ადამიანთან კომუნიკაციას საერთოდ, აი რატომღაც გამიჩნდა კითხვა, რომ ეს სურვილი რომ ეს კითხვა დამესვა, რამდენად ღირს ამ ადამიანთან კომუნიკაცია, ამ ადამიანთან კომუნიკაცია არავითარ შემთხვევაში არ ღირს ჩემო ძვირფასებო, იმიტომ რომ რეალურად ეს ადამიანი თქვენთვის შესაძლებელია ერთგვარ პარაზიტულ ენერგიასაც წარმოადგენდეს, ხო? ანუ ენერგიას, რომელიც შეიძლება თქვენთვის იყოს სადღაც დამღუპველიც კი, ხო? ანუ არაჯანსაღი ენერგია მოდის ძალიან. შეიძლება ადამიანი ჯანსაღია თავისთვის ცალკე სხვასთან, მაგრამ თქვენთვის ნამდვილად არაჯანსაღ როლს ასრულებს. კარგით. მოდი ესეთი კითხვა მაქვს, რას მოიმოქმედებს ეს ჩაფიქრებული ადამიანი უახლოესი ერთი თვის ვადაზე თქვენთან მიმართებაში, რას მოიმოქმედებს? არკანის ზომიერება და ხუთიანების პენტაკლები. არაფერს არ მოიმოქმედებს და ჩამოკიდებული კაცი, არაფერს არ მოიმოქმედებს ჩამოკარგება და ძალიანაც კარგი, რომ არაფერს არ მოიმოქმედებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი რაღაც ნაწილში შეიძლება საკმაოდ დიდ საფრთხეს ატარებდეს თქვენთვის. ატარებს თუ არა საფრთხეს ეს ადამიანი თქვენთვის, მოდით ვნახოთ. ხმლების მეფე, მეგობრებო, ხმლების დედოფალი, ხმლების მეფე. კი, ატარებს რაღაც ნაწილში, მე უფრო ვიტყოდი, რომ სიტყვიერ ნაწილში. ამ ადამიანს ძალიან შეუძლია, რომ ძალიან ცუდი რამ გითხრათ, გული გატკინოთ, ცუდად მოგექცეთ. რას ეხება ეს? ტუზი, რაინდი კვერთხების, რას ეხება ეს? რას ეხება ეს? მე ასე ვიტყოდი, ვიმეორებ, თუ ეს არის სამკუთხედის ნაწილი, სიტყვაზე ვამბობ, ნახეთ, არ აქვს მნიშვნელობა, მაინც ზოგადი გაშლა და არ მინდა, რომ სამკუთხედებისკენ წავიყვანო. ფრთხილად იყავით, იმიტომ რომ ადამიანი აქ რაღაცას არ გპატიობთ. მაინც ზოგადად გავშლი, ვერ გპატიობთ და თulis, რომ სხვისი ინტერესი უფრო დიდი იყო, ვიდრე მისი, ანუ რაღაც ნაწილში სხვას უფრო მეტი პრიორიტეტი მიენიჭა ვიდრე მას და ადამიანი შეიძლება ყველანაირი გზებით შეეცადოს, რომ საპირისპირო და თავისი მნიშვნელობა დაგიმტკიცოთ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ არანაირად არც გირჩევთ და არც არანაირი კომუნიკაცია არ შედგება თქვენ შორის. მადლობა უთხარით სამყაროს, რომ არ შედგება, იმიტომ რომ ადამიანი ტოქსიკურ როლს ასრულებს თქვენთვის, ჩემო ძვირფასებო. არაჯანსაღი ამბიციები და ეგო აქვს ადამიანს თქვენს მიმართ. ადამიანი უბრალოდ რაღაცას დაგიმტკიცებთ, თავისას მიიღებს და შესაბამისად იქ დაამთავრებს ყველაფერს თავის სასარგებლოდ, როგორც იტყვიან, თავის ეგოს მოიფხანს, დაკმაყოფილდება და თქვენ აუცილებლად ისევ რაღაცა ენერგეტიკულ მინუსში წახვალთ. ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი თქვენთვის, აი პენტაკლების ტუზი ამოხდა თავისთვის სამყარო. სავსეა ახალი შანსებით, ასე რომ მიყევით თქვენს გულისცემას, მიყევით ახალ შანსებს სამყაროსგან და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. დიდი მადლობა მეორე ვარიანტი. მადლობა თქვენ და ჩვენ გადავედით მესამე ვარიანტზე და სხვადასხვა მესამე ვარიანტს, ანუ ამეთვისტოს ამოყვა ორი მინერალი. ვინ ხართ ამ ადამიანისათვის? ათიანების თასები და ორიანების პენტაკლები. თქვენ ამ ადამიანისთვის ხართ ბალანსი, ოჯახი შესაძლებელია, სიმშვიდე. ვინ ხართ ამ ადამიანისთვის ახლა? მესამე ვარიანტი. ამ ადამიანისთვის სიცოცხლის და ენერგიის წყარო ხართ. რაღაცა ახალი, როგორც იტყვიან, გვირაბის ბოლოს ნათელი წერტილი ხართ ამ ადამიანისთვის. თითქოს ეს ადამიანი როდესაც თქვენს გვერდით არის, რაღაცნაირად ახალი სიცოცხლით, მოტივაციით ან ენერგიით ივსება. ხო, შეიძლება სულაც გაუთვით ცნობიერებლად. შეიძლება ხა ადამიანთან კონფლიქტიც გქონდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ეს ადამიანი თქვენთვის ძალიან ახლობელ და რაღაცა ენერგიის წყაროთ და რესურსად გთვლით და რაღაც მხრივ ბალანსი ხართ ადამიანისთვის, როდესაც ვიკითხე ვინ ხართ ამ ადამიანისთვის,
ისიც და თქვენც ერთმანეთისთვის რაღაცა თითქოს სულ მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება ახლა მაინც კარგი და დადებითი ურთიერთობები არ გქონდეთ ერთმანეთთან, მაინც რაღაცნაირად თითქოს ერთმანეთს რო შეხვდებით, ან ერთმანეთთან კომუნიკაცია რო გექნებათ, შეიძლება ახლა არ გქონდეთ კომუნიკაცია, თითქოს რაღაცა ახალი მეორე სუნთქვა იხსნება ხოლმე, ხო? თქვენ შორის ახლა ამჟამად რა ურთიერთობაა, ვინც ახლა აქ ჩაიფიქრეთ? მესამე ვარიანტი. არკანის სამყარო, არკანის სამსჯავრო, ძალიან გადამწყვეტი ეტაპი დგას თქვენს ურთიერთობაში, რაღაცა სერიოზული ეტაპი დასრულდა, მე ასე ვიტყოდი, აბსოლუტურად კარმულ ურთიერთობას უყურებ, რაღაცა ეტაპი დასრულდა, რაღაცა თქვენი პირადი, თქვენი და ამ ადამიანის რაღაც ერთი წიგნი დასრულდა, როგორც იტყვენ, ერთი სათაურით და ეხლა რაღაცა ერთგვარი ვერდიქტი უნდა გამოვიდეს, ხო? წიგნის შეფასება უნდა მოხდეს. სამყარო უნდა წაიკითხოს თქვენი ეს ორის წიგნი, ერთობლივი და უნდა გამოიტანოს ვერდიქტი. კარგით, რა იქნება ვერდიქტი თქვენსა და ამ ადამიანს შორის? არკანი ჩამოკიდებული კაცი. ხო, ვერდიქტი არც თუ ისე სასიამოვნო არ იქნება, იმიტომ რომ ფაქტია, რომ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ერთად, როდესაც ცალკე სამყაროში ხართ, ძალიან კარგადაც გრძნობდეთ თავს, ძალიან ავსებდეთ ერთმანეთს, მაგრამ თითქოს შეგრძნება მაქვს, რომ მოვიდა დრო და ჟამი, რომ ყველა წერტილი თავის ადგილზე დავსვათ, ხო, ყველა აქცენტი თავის ადგილზე დავსვათ და მივიღოთ რაღაცა გადაწყვეტილება. ფაქტია, რომ რაღაცა ხელს გიშლით სრულფასოვანი ურთიერთობისათვის. რა არის ის ხელის შემცვლელი ფაქტორი თქვენ შორის? ხმლების ტუზი. რა არის ეს? ათიანების რაღაცა წრეში ჩატრიალებული სიტუაცია, რომელიც არ წყდება. ვიმეორებ, ეს თუ არის ის მომენტი, რომ მესამე პირებიდან არ მიყვარს ესე საჯარო გაშლებში ეს მესამე პირებზე. ყოველ შემთხვევაში მოდით ზედაპირულად არა. სიღრმისეულად, მაგრამ ზოგადად მე ასე ვიტყვი, რომ აშკარად სიტუაცია არ წყდება თქვენ სასარგებლოდ, რაღაცა ზრვიანში ტრიალებს გაუთავებლად, შესაძლებელი იყოს გაუთავებელი პირობები, მუდმივი ერთი და იგივე სცენარი განვითარებული, ხო? როდესაც გრძნობთ, რომ რაღაცას განვითარება არ მოყვება, მაგრამ როდესაც ერთად ვართ კარგად, აი თითქოს აი ამ ერთად ყოფნის დროს, კარგად ყოფნის მომენტში თითქოს იღვიძებს რაღაცა ახალი სურვილი, ახალი мотиваცია, მაგრამ მე უცბად აღმოჩნდება, რომ ისევ რაღაცა, როდესაც ორივე ფხიზლდებით, ან თქვენ ფხიზლდებით, ისევ რაღაცა სევდიანი რეალობის წინაშე დგებით, ხო? სევდიანი რეალობის წინაშე დგებით. ამიტომ მე ასე ვიტყოდი, რომ აქ ურთიერთობები არის ალბათ გასარკვევი, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ასე აღარ შეიძლება. ასე აღარ შეიძლება. კარგით, მოდით ვნახოთ. ვინ ხართ ამ ჩაფიქრებული ადამიანისათვის? არა, როგორ გხედავთ ახლა ეს ჩაფიქრებული ადამიანი? როგორ გხედავთ ეს ჩაფიქრებული ადამიანი? თასების ტუზი. ხო. ნახეთ, რა არის ის, რაც ხელს უშლის თქვენს ურთიერთობას საბოლოო ჯამში? რა არის ეს? რაც ხელს უშლის თქვენს ურთიერთობას? იმპერატორი არ არის თავისუფალი და სამიანების პენტაკლები. ნუ მეგობრებო, აქ სხვა მესამე პირების თემა მინდა არ მინდა. ვიმეორებ, შეიძლება იყოს სასიყვარულო სამკუთხედი, შეიძლება იყოს სხვა პირები, რომლებიც ერევიან უხეშად თქვენს ურთიერთობაში. ხო, ნებისმიერ შემთხვევაში არის ერთგვარი ბარიერი თქვენ შორის. და ადამიანს გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. გრძნობა აქვს თქვენს მიმართ, ანუ საკუთარი თავი უყვარს თქვენში. რაღაცა მომენტი არის ისეთი, რაც ნამდვილად რა არის ის, რაც განსაკუთრებით აკავშირებს ამ ადამიანს თქვენთან, აი რა არის ის განსაკუთრებული.
ადამიანი ცხრიანების თასებში რაღაც სიამოვნებას ანიჭებთ ამ ადამიანს ძალიან დიდს, ხო? შეიძლება უკაცრავად, მაგრამ სიტყვაზე ვამბობ, ხო, ყველას არ ხება ინტიმი გქონდეთ ძალიან კარგი თუ ეს პარტნიორს ეხება თუ შვილს ან დანარჩენს ოჯახის თქვენ მას უზრუნველყოფთ. დადებითი ემოციებით, ხო? დადებითი ემოციებით უზრუნველყოფთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი როლი ადამიანისთვის არის რაღაც მხრივ ესეთი ბარათი, საბანკო ბარათი, სადაც მუდმივად არის არა მხოლოდ გამოულევლად ფინანსური კეთილდღეობა, არამედ გამოულეველი ძალიან კარგი და მისთვის ძალიან სასიამოვნო, აბსოლუტურად ეგოისტური, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ცხრიანობის თასები ამოვიდა. ნახეთ, ხედავთ ხო თავისთვის არხეინად, ანუ არხეინობის მიზეზს აძლევთ ადამიანს, ხვდებით ხო? და აქედან გამომდინარე არის, რომ ადამიანს არ უნდა დაკარგოს ეს არხეინობის მიზეზი ნამდვილად, ხო? სამიანების თასებია და კიდევ რაღაც ძალიან მიდის სამკუთხედისკენ, მაგრამ საბოლოო ჯამში ადამიანს მოსწონს თქვენთან გატარებული დრო. ადამიანს მოსწონს თქვენთან გატარებული დრო, იმიტომ რომ აშკარად ესეთი ქალი ხართ თქვენც რესურსიანი, საინტერესო, გემრიელი და აი ხო, ეს არის და ეს, მაგრამ მე მაინც მგონია რომ სადღაც მესამე პირები ცუდად ერევენ. კარგი, ვნახოთ ერთი თვის ვადაზე რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. რას მოიმოქმედებს თქვენთან დაკავშირებით ერთი თვის ვადაზე? ექვსიანების ხმლები, არკანი ვარსკვლავი, არკანი ეშმაკი, ხუთიანების თასები. მეგობრებო, შესაძლებელია კიდევაც, რომ აღარაფერი აღარ მოიმოქმედოს ამ ადამიანმა. არამც თუ ერთი თვის ვადაზე, არამედ რამოდენიმე თვის და შესაძლებელია წლის ვადაზეც კი, იმიტომ რომ ადამიანი რაღაცა ხვდება, რომ ამ ყველაფერს შეიძლება პერსპექტივა არ ქონდეს და ცოტა უკვე შორიდან აფასებს ამ სიტუაციას. მე ვერ ვიტყვი, რომ ადამიანს ეს დიდად გაამხიარულებს და მოეწონება თქო უთქვენოდ ყოფნა და ზოგადად ამ ყველაფერზე უარის თქმა, მაგრამ თითქოს რაღაცა სხვა გზა არ არის, ხო? რაღაცა უნდა გადაიჭრას, რაღაცა უნდა დასრულდეს. რას მოიმოქმედებს? ხო. რაღაცნაირად შეეწინააღმდეგება იმ რაღაცა მოწოლილ რაღაც ემოციებს. თითქოს ძალიან ბევრი წინააღმდეგობა არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ურთიერთობა, ძალიან ბევრი წინააღმდეგობებს ხვდება ეს ადამიანი. თქვენი მხრიდანაც რაღაც მხრივ სხვების მხრიდანაც და თითქოს ადამიანს უნდა რომ ეს რაღაცა წინააღმდეგობები დაასრულოს. როგორც სიტყვით თქვენთან ძალიან კარგი იყო, ძალიან სასიამოვნო იყო რაღაც ნაწილში, მაგრამ ხო, არის რაღაცა, არსებობენ მესამე პირები, ადამიანები, რომლებიც მაინც და მაინც ვიმეორებ დიდ ჩვებას და თავისუფლებას ნამდვილად არ გაძლევთ ამ ურთიერთობებში. თუმცა გული არ დაიწყეთოთ, იმიტომ რომ ადამიანს მე თავშივე ვახსენე, სანამ ცხრიანების თასებს ამოვიღებდი, რომ ადამიანს უყვარს თავისი თავი თქვენში. ანუ უყვარს ის მდგომარეობა, რომელსაც თქვენ ამ ადამიანს აძლევთ და ანიჭებთ. აი ასეთი სამი საინტერესო ვარიანტი გქონდა. მე ველოდები თქვენს გამოხმაურებას, მე ველოდები თქვენს კომენტარებს, უკუ პასუხს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული ნათქვამი სიტყვა, თითოეული ენერგორესურსი, რომელიც ყოველი საჯარო გაშლების დროს თქვენთვის რომელსაც თქვენთვის გამოვყოფ, ხო? ბუნებრივი არის, ვფიქრობ, უნდა დაფასდეს, იმიტომ რომ სხვა დროს თქვენი დროც და თქვენი ენერგიაც იყოს დაფასებული. ყველაფერი ხომ ძალიან მიზეშედეგობრივია სამყაროში. მე კი თქვენ წარმატებას გისურვებთ და შევხვდებით ერთმანეთს გვერდზე მზის ადამიანი, როგორც YouTube არხზე, ასევე Facebook გვერდზე. წარმატებები!